კიდევ კარგი შემთხვევით შემხვდა, ახლა მას ბოლომდე დალევ თავს კოშტებიანად და რასაც არ დალევ თავზე დაგასხა. ისევ ჩემ ცხოვრებაში ერევის არ ყოფნის 20 წელი რომ ხარ სულს ეს ამოკიდებული. ერთი საღამო როგორ არ გემეტება ჩემთვის. ახალგაზრდა გოგონებს არ შეშვენით მამაკაცებთან. ლინეინის სილამაზის დედოფალი ცნობილი ირლანდიელი დრამატურგისა და რეჟისორის მარტინ მაკდონას პირველი პიესაა, რომელიც გამოქვეყნებისთანავე გახდა პოპულარული. ძალიან ახლობელი თემა არის ზოგადად საქართველოში ოჯახში ძალადობის თემა და ეს მაინც და მაინც არ არის აუცილებლად განპირობებული იმით, რომ ფიზიკურად გამოიხატებოდეს ეს ძალადობა. ძალიან მესაკუთრე ხალხი ვართ ზოგადად და ჩვენთვის გვინდა ყველაფერი. განსაკუთრებით ამ ზღვარს ვერ ვიცავთ ხოლმე შვილებთან. და როცა ეს ჩაკეტილ სამყაროში ზრდი შვილს და თავად ხარ მსხვერპლი გარკვეული ვითარებების ძალიან ძნელია რომ არ იყო მესაკუთრე ამ ქვეყანაში. ისა სხვადასხვა ხო ინგლისში თუ წახვალ შენ. საფსახურის საშოვნელად ხო? იქ შენ ირლანდიური არაფერში არ გამოგაგება. მოიცა ეგ არის თავარი. აბა ნარი ინგლისს ჩვენი ენა და მიწები რომ არ მიეთვისებინა და ყველაფერი არ მოეპარა სამსახურებისთვის სამათხოვრო წასვლა არ დაგჭირდება. ხო მართლა მართალი ვარ, ვიცი რომ მართალი. პლუს ამას პარალელები პოსტკოლონიალური ირლანდიაა, რომელიც ეს პოსტკოლონიალიზმი არის ბრჭყალებში და იგივენაირად ვთვლი, რომ ჩვენს პოსტკოლონიალიზმში ვართ, მაგრამ ასევე ვართ ბრჭყალებში მოქცეულები. არ ითხოვდა გადმოქართულებას საერთოდ, იმდენად კაფეოთ ჩანს ეს პარალელი. ერთი კითხვა მაქვს რა. ანეტი და მარგო კვირაში ერთხელ მაინც მოდიან აქ? არ მოდიან. ცხიმში ჩაწყობილი თევზი მოაქვთ? არ მოაქვთ. ამაშია საქმე. მეტი საქმე არ აქვს, ეს აღმართიანოია. მე აქ ვარ, გვაგდივა შენთან. შენ მაგარი უბადური ხარ. პიესა დედაშვილის დაძაბული ურთიერთობის შესახებ გვიყვება. დედა დაავადებულია, მოძრაობა უჭირს. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ქალიშვილსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ეს მოცემულობა მათ შორის ტოქსიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას იწვევს. რაღაცას მგონია ხოლმე, რომ ამბობენ, რომ რა საშინელება, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, რა იცით რა არის? ჩვენ სახლში არასდროს არ ვიცით დედაშვილის დამოკიდებულება, როდესაც ისინი მარტო რჩებიან, შიგნიდან რა ტოქსიკური და როგორი რა ურთიერთობებია ხოლმე. და სულ მგონია რომ იცით რა, როდესაც აი ესეთი დაავადებით არის ქალი და გოგოც ამხელა პრობლემებით არის, აი ზუსტად ეს მდგომარეობა. ამ ურთიერთობაში ღიმილისთვისაც კი ადგილი არ რჩება. ერთმანეთისათვის მხოლოდ ცინიკური რეპლიკები და დამცინავი მიმართვები ემეტებათ. აი სიმღერა გახსოვს. ანეტმა და მარგომ რომ მოგვიწვნეს რადიოს არასდროს არ მოგვისმენია, ნეტა როგორია? მოგიწვნეს, კი. უბრალოდ თქვენს რომ მოგვიწვნეს და მორჩა. მეგი მესაკუთრეა. მორინს მტკიცედ არის შაბღაუჭებული. არაფრის უფლებას არ აძლევს, რადგან პანიკურად ეშინია სიმარტოვის. ეშინია მანაც არ მიატოვოს უფროსი ქალიშვილების მსგავსად. მე ვერ წარმომიდგენია არის რა, ვიც არ უნდა იყოს, სიმარტოვის ეშინია ყველას.
სიმარტოვის ყველას ეშინია და ყველა თავისებურად გამოხატავს ამ სიმარტოვეს და აქ პირდაპირ მოცემულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის ამ წონით, ამ დაავადებით მარტო ვერ იქნება. მარტო ვერ იქნება, მას ჭირდება ადამიანი და ეს გოგო შვილი, უმცროსი შვილი, რომელიც მას ესე უნდა მოუაროს. ხო, რაღაცნაირად აი ამ შვილს ჩაავალ კლანჭები. ალბათ მიხვდა, რომ იმ ორი დისგან განსხვავებით სუსტი იყო. და მასთან გაუვიდოდა. ეს მე ვიძახი კიდევაც პიესაში, ხო, რომ ის საგიჟეთიდან გამოვიყვანე, ხო. ხო, ეგ კიდე კითხვის ნიშანია, რომ მე მივიყვანე იმ საგიჟეთში, თვითონ მივიდა მე მივიყვანე იმ საგიჟეთში, თუ იქ იყო და მე იქიდან გამოვიყვანე ამ საგიჟეთიდან რა. ხო. ცოტა გიჟები არიან. ალბათ დივორთ ჰოლსაც გახსენებს არა? ხო, იქ ტანსაცმლის ჩაცმას გიგრძელებდნენ. გრძელი პერანგები გეცვათ. ფარტხუნა მოსასხამები ხო? დივორთ ჰოლში. მორინისთვის მეგი ზედმეტი ტვირთია, რომელსაც მოვალეობის მოხდის მიზნით უვლის. შვილს არასდროს სითბო და სიყვარული არ უგრძნია დედისგან და სამაგიეროს ახლა უხდის. ერთ-ერთ სცენაში ამის მიზეზსაც ვხედავთ. გახელებული მეგი ჯოხით ემუქრება მორინს, რომელიც შეშინებული იატაკზე ვარდება. გახსენება არის რა რაღაც რაც უკვე ხდებოდა და ხო, მე მგონია რომ იყო ძალადობის მსხვერპლი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გავაკეთეთ და ასეთად დავითმოეთ, რომ ამ სცენაში თითქოს მას ჯოხით ხელში დედაზე ის უცბად ისევ ის პატარა ბავშვი ხდება და ასეც არის. გარდა იმისა, რომ ეს გოგო აი ესე ლაპარაკობს და პერიოდულად მისი ამ მენტალური მდგომარეობის გამო რაღაც შეიძლება დიდი აგრესია ჰქონდეს, ის რეალურად ვერაფერს ვერ აკეთებს. ამ ქალს ნამდვილი, სათავისოდ კარგი ნაბიჯი წინ ვერ გადადგა, ამ ქალს წინ ვერ აღუდგა რა. ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი წელზე მხებს ხელს. მამშვიდებს. და მეუბნება, რომ როცა ყველაფერი დასრულდება, დასალევად გავხვე. რა შენას ეუბნები? მეუბნები, რომ წავყვები, რომ დავუთხე. შენ მაგას არისა. მორი, შენ მაგას არისა. არა. შენ ჩემს გასვენებაში იქნები 70 წლის. დედა მორინს ყველა გასასვლელს უკეტავს. მარტოდ დარჩენის შიშით ერთმანეთზე მძიმე შეცდომას უშვებს. ცხოვრების, სიყვარულის, გათხოვების შანსს არ უტოვებს ქალიშვილს. მორინი კი ამას ისევ შეცდომებით პასუხობს. საბოლოოდ კი მისი სიბრაზე იმდენად მძაფრდება, რომ ფინალში ტრაგიკულად ფეთქდება და მკვლელი ხდება. რა თქმა უნდა, ორივეს თავის სიმართლე აქვს და ეს ასე არ არის, რომ ცალსახად ეს არის მართალი, ან ის არის. თავისთავად დედა უნდა მოახერხოს, რომ მისი ცხოვრება კი არ განავითაროს შვილშია და თავისი თავი და თავისი თავისგან გამომდინარე ის ცალკე პიროვნებად აქციოს და შედგეს. სხვა შვილებთან ეს ვერ მოახერხა. იმიტომ რომ ორივე დაქორწინებულია, არც მოდიან ამ ქალის სანახავად. ისინი გაექცნენ, მათ ნაბიჯი გადადგეს და მორინის ტრაგედიაც ალბათ ზუსტად ეგ არის, რომ მან ვერ შეძლო ამ ყველაფრიდან გამოსვლა. მხოლოდ ფიზიკურად არ არა საკვირველია, მენტალურადაც. ალბათ პირველი ფიზიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ წასულიყო. მაგრამ ხო. როგორც ვატყობ, კომპლენის მომზადება ისევ მე მომიწევს. ბებერს. შრის ფაფაზე რომ არაფერი თქვა. აბა ვიღაცამ ხონდა იწოწიოს რა, თელი ხამე, აღმა დაღმა. რაღაც საზის ღარი კაფით.
მე კი მიხარია, როცა ამბობენ ხოლმე, რომ კი უფრო მორინის პერსონაჟს ვუთან აგრძნობთ, არის ხოლმე ეს რაღაცნაირად შვილმა გადადგას ნაბიჯი, მაგრამ სინამდვილეში პრობლემაც აქ დგას და თუ კი რამის თქმა მინდა, ალბათ არის ის, რომ თუ არ გადადგამ ნაბიჯს, თუ არ წახვალ, თუ არ იმოქმედებ, მაშინ აღმოჩნდები ამ მდგომარეობაში. იმიტომ რომ რეალურად მას შეეძლო მანამდეც, მერეც, მაგრამ რაღაცნაირად ხდება ხოლმე აი ეს მიჯაჭვულობა, მე თუ დედა ასე ზრდის თავის შვილს ბავშვობიდან, აი ეს სადღაც ქვეცნობიერში რომ მე ვერ შევძლებ, მე ვერ გავბედავ, მე ამას არ ვიმსახურებ, ჩემთვის ეს არ არის, მე არ ვარ ლამაზი, მე არ ვარ საკმარისი, ეს სულ არის და ალბათ ამიტომაც მე უჭირთ ნაბიჯის გადადგმა. ელემენტარულ სითბოს, სიყვარულს და გაგებას ითხოვენ ერთმანეთისგან, თუმცა თავად ამის გაკეთებას არც კი აპირებენ. ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებენ. ეს სისუსტის გამოვლინება ჰგონიათ სავარაუდოდ. რეი ლოყაზე ჰკოცნის მეგის. დავრდომილი ქალის სახე ბედნიერებისგან ნათდება. ეს პატარა დეტალი გვახვედრებს, რომ მოხუცის მიმართ დიდი ხანია ალბათ არავის გამოუხატავს სითბო. რა არის, იცით, როდესაც უვლი ადამიანს, ძალიან მძიმდები, შენც მძიმდები და შენი დამოკიდე, შენი მდგომარეობაც მძიმდება. მე იცით რა არის ეს მთელი ამ პიესის და სპექტაკლის მსვლელობისას ამ გოგოს თითქოს არაფერი არ დაუტოვა ამ ქალმა, ხო? არ დაუტოვა, იმიტომ რომ თვითონაც ვერ გაიხარა რა. ვერ გაიხარა და ამ გოგოსში არის ესე ჩაჭიდებული. მორინი, რასაც ეწინააღმდეგებოდა, რის მიმართაც პროტესტი ჰქონდა, იგივე საკეთებს. ისია მიჯაჭვული დედას ვერც კი აცნობიერებს, რომ თავადაც დედის ასლი გახდა და ინერციით მისი ცხოვრების წესს გააგრძელებს. მღამე საშინელი ხამე მომწვეთ. მე მომწვეთ. ფარშევაგილი გიყურებოდით და ყველაფერი სახეში მომახალეთ. მე როგორ არის ასაკეთებით? უკომენტაროთ მე ხმას არ მომოვიღებ ხო? მე რა? კარგი ჭხილი იყო ნამდვილად. მე რა მე რა? შენ რა ვინმე ზელაპარაკე? მე რა ვინმე შენ ვინმე ზელაპარაკე? მე რა ვინმე შენ ვიღაცას ზელაპარაკე? მე რა? ფანტასტიკური ტექსტია და ფანტასტიკური პიესაა, ისედაც იმდენ საფიქრალს გიტოვებს, იმდენი ვერსია შეიძლება გქონდეს, რომ მე რაღაცნაირად გიჭირს ერთი სამორჩევა, მაგრამ ჩემთვის ეგ არის მთავარი, რისი თქმაც მინდა, რომ იმოქმედე, გადადგი ნაბიჯი, მთავარი არის შენ რა გინდა და ასე არ აღმოჩნდები. ან იმის ცხოვრებას არ გაიმეორებ, იმიტომ რომ ასე აქვს თარბას დადგმული, რომ გააგრძელა რა. ხო, ეგ მართალია, ხელებს ვერ ვაჩერებ. თავისი დაცოცავი რაღაცნაირად ეს ხელები. შენ კი საერთოდ არ გებრალებად შედი საწყალი ხელი. მე დავდი როგორ დასრიალებდნენ იმ ამერიკელი გოგოსთან. კარგი ეგ მანამდე იყო სანამ მოხვიდოდა. მე რა ვიცოდი რომ ლინენის სილამაზის დედოფალი მოვიდოდა. სპექტაკლში ერთ-ერთი ნათელი პერსონაჟი პატო დულია, ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდა კაცი. მოარყოფითი პერსონაჟია ეს. მას უბრალოდ სხვა არაფერი დარჩენია რომ იყოს კეთილშობილი, ერთ-ერთი რაც შეუძლია ეს არის. რატო? წააგო. მას ცხოვრება აქვს წაგებული. მაგრამ აი ანის ურთიერთობაში ძალიან გახსნილი. თამაშობს, ხო? თამაშობს თავიდან. პირველ სცენები რაც არის. არ ვიცი დღეს რამდენად გამოჩნდა, მაგრამ თამაშობს. რო კარგად არის. ეს კაცი გაქცეულია აქედან. ეს ამან ვერ გაუძლო აქაურობას. ეს ძალიან რთული რაღაცაა ემიგრაცია. მე ამ დროს ვივარ ხოლმე სკამზე მარტო. სანს მიშტერებია.
აი მათ ვენატრება ხო. მაგრამ საკმარისია, ჩამოვიდე და არა ყველაფერი კარგი. ეს მთები, ეს სიმწვანე, ჰაერი კარგი. ადამიანები ყველას ერთმანეთი უყვარს. რა გინდა რა? აგერთი რომ დააცემინო 20 წლის მერე სამოგაძახილე. იქიდან ინგლისში ყველას ფეხებს ეკიდე. ესეთ პატარა პროვინციებს აქვს ეს სიყვარული და თან ეს პრობლემა, რომ ახალგაზრდები იქ ვერ ძლებენ. იმიტომ რომ ახალგაზრდას ბევრი საიდუმლოებები აქვს, რაც მოეწონება, უნდა დაპატიჟოს, ჩუმად გაიპაროს, არ უნდა ვიღაცამ გაიგოს, ხო მალვა უნდა სიყვარულს. მერე გაჭირვებაა დიდი. ამ გაჭირვების გამო დედა ნერვიულია, ნივთიერებათა ცვლა ეწყება, გასუქდება, მერე დაეწყება ნერვოზი, ამ ნერვოზის გამო შეგჭამს შენ შვილს. და ვერასდროს ვერ გადაუშვებს თავში იმას, რომ შენ თავისუფალი სხვა ადამიანი ხარ. პატოც მაგის მსხვერპლია, უბრალოდ პატო წავიდა ინგლისში, მორინმაც სცადა. ხელებს რომ უფათურებდი. მორჩნებო. არა, ხელებს კი უფათურებდი. ერთი ორჯერ მოუსვი ეს იყო და გეუბნე. მაგრამ რაღაცა გითხრა. ბიძა ჩემის გარე ბიძაშვილია. რა? როგორ? ეს არის ისეთი ჩაკეტილი წრე, ეს არიან როგორ გითხრათ? ეს არის ძიმე ენერგეტიკის სოფელია და ამ სოფლის შვილები არიან ესენი. და რაც არ უნდა ეცადო ვერაფერს ვერ იცავ. ვერაფერს. ერთადერთი რაც შეიძლება შენ გამოასწორო არის აი აქ. აი ეს და აქ თუ მაგას თუ შეძლებ, რომ აქ გამოსწორდე და მართლა კეთილშობილი გახდე და გარეგნულად აუცილებლად არ იქნები კეთილშობილი, შენ ნამდვილად კეთილშობილი იქნები, უბრალოდ იბრძოლებ ამისთვის. ამიტომ შეუპოვარი იქნები, რომ კეთილშობილება დაიცვა. მაგრამ კეთილშობილი გამოავლინო, ეს შენ თამაშობ, რომ მე ინგლისში რო ჩავედი, ისე კარგად ვარ, რომ ჩამოვედი აგერ კადილაკი მყავს და აბა და წეულებებს ვაწყობ და მთელი ამბავი. გეკითხები, მაგრამ თუ პატიება შეგიძლია მითხარი, რა დაგრჩენია ლინეიში რა? დები ხო ყავს? დებმა მოუარო ისე. დედაში. თუ არა დაუტერაჩი ძალიან კარგი მოხდა და შესაბამი. იდეალური მდგომარეობა არ არის. მოხუცებს კარგად უღია, ბინგოც აქვს, ყველაფერი დედაჩემის იქ ხავდა გარდაცვალება. არ ვიცი. ეს შენი გადასაწყვეტია. კონვერციაწერია ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ოღონდ კოდის გარკვევა არ გაგიჭირდება, ოღონდ დარეგეხში ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ დერეფაში გას ტელეფონი რომ გავიგონო. სხვა რა გითხრა? გამიხარდება თუ არა და თუ პატოდული ამჩნევს ამ ბედს და ეს ქალი ნამდვილად არის ის ქალი, რომელთანაც უნდა დაკავშირდეს ცხოვრების ბოლომდე. მაშინ პასუხისგებლობას მას არ აკიდებდა. ნუ თუ მომწერ, თუ არ მომწერ, ნუ გასაგები იქნება ჩემთვის. გადაჭრის გზას არ თავაზობს. უბრალოდ არჩევანის წინაშე აყენებს და აქ ამ შემთხვევაში ბოლომდე გულწრფელი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ამ გულწრფელობის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს უბრალოდ და რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს და უბრალოდ არჩევანის წინაშე ტოვებს მას. კიბორჩხალები ხო იცით როგორ არის წყალში? არავინ არ ცდილობს რომ ამოვიდეს, ყველა ერთმანეთს დაბლაითრებს. იმას კი არ ცდილობენ რომ ამოვიდნენ. იწყებენ ჩათრევას ერთმანეთის და ესე ტრიალდებიან და იხარშებიან. კიბორჩხალის ეფექტი ქვია მაგას. შენ ცუდად ხარ და იმის მაგერად რომ გადააბიჯო რაღაცას და შენი ცუდად ყოფნა სხვას არ მოახვიო თავს. ვერაცნობიერებ და იწყებს ხვის ჩათრევასაც. მორის და პატოს ეს ჭირთ. მორის და პატოს აქვთ ჟარგონში გამაზული აქვს მომენტი. იქ არის ერთი მომენტი, რომ არ ვიცი რატო არ მოვდიოდიო და დღემდე ვერ ხვდებიო.
იმიტომ რომ ყველას ყველაფერი იცის ერთმანეთზე. ერიდებოდნენ მორის დედამისი აწვალებდა, კაცებთან არ გაიარო, ამას იმის შეურაცხყოფა არ უნდა რომ გავიარო და მე რაღაცა პასუხისმგებლობის აღების ან თავისუფლება არ აქვს. ჩემს უბანშიც იყო რუსთავში და ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, ის რა სიტყვის და გაჩერდები. და ახალგაზრდობიდან, ბავშვობიდან თუ არ ისწავლე, რომ გარისკო ხო ხდები, წააგო მერე ისწავლო წაგებულიდან ეს თუ არ მოხდა ბევრი, რასაც ქვია ბევრი. რომ გამოიწრთოს ტვინი. იყო რომ აბა თან 90-იან წლები ხო ვადარებ ჩემ ბავშვობას. 90-იან წლები ისეთი იყო, რომ ის არის რთულია, ხო? აი ქუჩის იქით არ გადახვიდე ეს აღარ სულ გაჩერებული ხარ. იგივეა აქაც. სცენოგრაფ აჩიკო შამახიას გადაწყვეტით ყველაფერი მუქია. დამწვარია და სახლის ბინადრებს ნეგატიური ენერგიით ავსებს. სიხარულის ნებისმიერ გამოხატულებას ახშობს. სიცოცხლის სურვილს კლავს. ჭვარტლს და მურს დამძიმებული აქვს ცენტრალური კედელი და პერიფერიებისკენ მიიწევს. თითქოს მრავლდება. ამძიმებს სახლის აურას. ჭამს სასიცოცხლო ენერგიას. საბოლოო ჯამში აქ მინდოდა შექმნილიყო სივრცე, სადაც დრო გაჩერებული იქნებოდა, ოღონდ რაღაც თვალსაზრისით რაღაც წარსულში რაღაც მომენტამდე განვითარდა, სადღაც დაწერტილდა და მის შემდეგ უკვე ჭვარტლი, მური, აბსოლუტურად ყველაფერს ჭამს ეს სივრცე, ასე ვთქვათ. პირველი რაც მოვინდომეთ ამ პიესაში ბუხარი ფიგურირებს ძალიან. გვინდოდა რომ ეს ბუხარი პირიქით დაგველუქა. და მან შემომთავაზა ძალიან არასტანდარტული ხერხი ამისთვის. ეს სულ ცელოფანია. და აბსოლუტურად სათითაოდ, მე მგონი ალბათ 2000-3000 ცელოფანს აჭარბებს. სათითაოდ დაამუშავა ცეცხლით. ეგრეთ გაზის კაფსულებით და მუშაობდა აბსოლუტურად ყველაფერი დაფაქტურებული აქვს ცეცხლით. ყველა დეტალი აბსოლუტურად და ის ამ მუშაობის პროცესის ყურება ცალკე სპექტაკლი იყო ჩემთვის რა და ძალიან საინტერესო ბიჭი არის. ვისურვებდი რომ ასე ვთქვათ თეატრმა შეინარჩუნოს ესეთი ტიპის სცენოგრაფები, იმიტომ რომ ძალიან კაფეო და გამოკვეთილი ხედვა აქვს. ამ რუმეს სივრცეში კარია განსხვავებული ფერის. იგი გასასვლელია სხვა სივრცეში, თუმცა პიესის პერსონაჟები ამ შანსს ვერ იყენებენ. დადგმის პერსპექტივაში ეს ამბავი შევცვალეთ და პირდაპირ გავარღვიეთ კედელი, როცა ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას მოიპოვებს და დაამარცხებს დედამისს. ილუზორულად არღვევს აქ არსებულ მეოთხე კედელს და ეს პროცესიაში გადაიზრდება, ეს სავარძელი უკვე არის პროცესიის ნაწილი და შემდეგ ბრუნდება ისევ ამ სივრცეში და იჭედება რაღაც გარკვეულწილად ლუპში და იმიტომ რომ მისთვის აი ცოტა აბსურდულად შევხედე ამ დრამატურგიას ამ გმირის თავისუფლების გზა აუცილებლად სხვისი მოსპობის და განადგურების საყრდენზე დგას. და ვისურვე რომ ეს ილუზია მას შექმნოდა, როცა ამ აქტს განახორციელებდა, აი გაერკვია ეს მეოთხე კედელი და მე ავტომატურად დამებრუნებინა ამ მეოთხე კედელში ისევ იმ მხრიდან, საიდანაც გავიდა. ამიტომ ეს კონკრეტული წითელი კარი მას არ გამოადგა, ასე ვთქვათ რა. ტელესპექტაკლი მეგ ფოლანის შენელებულ რიტმზეა აწყობილი. დრო თითქოს გაწელილია. და ამ რიტმთან ბრძოლა არის იდეაში მთავარი ბრძოლა, რაც აქვს მორინს. ამ რიტმიდან ამოვარდნას ცდილობს და ერთადერთი ეპიზოდი არის, სადაც ამ რიტმს არღვევს გარკვეულწილად, როცა პირველი პაემანი აქვს პატოსთან ცდილობს, რომ მოხსნას ეს კონკრეტული რიტმი. მაგრამ ბოლოს მაინც ამ რიტმში ექცევა. აი აქ ეს რიტმი გვინდოდა რომ გამოგვეყენებინა ისე რომ შეექმნა აი განმეორებითი ხასიათი, აი ლუპში, ყოველთვის თითქოს რაღაცა მდორედ
მიდის და ეს შინაგანი კონფლიქტით უნდა ყოფილიყო გამომჟღავნებული. ცეთი მახინჯი ვარ, რომ რაღაც უნდა მოვიხილო. არა, რა შეშ. უბრალოდ მართლაც ივა გამოგდები. ფიქრობდი, რომ მახინჯი ვიყავი აქ გუშინ. რას ფიქრობ? არა, საერთოდ არ მიფიქრია რა შეშ. მეუბნებოდი, სილამაზის დედოფალი ხარ. ხო და ახლაც ასე ვფიქრობ, მე. იგივე ჩემს. არა, მორი საიდან მოიტანა გაგული. ცივა უბრალოდ მოგახო. ესაა მიზეზი. როგორც რეჟისორი დავით თარბა ამბობს, პერსონაჟების ზღაპრის გმირებად, არქეტიპებად წარმოადგინა. ოღონდ ამ ზღაპარში ისინი თავიანთ როლს ბოლომდე ვერ ასრულებენ. რეალობაში რო გადმოვიტანოთ ეს არქეტიპი, ბოლომდე არასდროს არ მუშაობს. არც გველეშაპი ბოლომდე თავისი რაღაც საწყისი აქვს. არც ეს გამოკეტილი მზეთუნახავია ბოლომდე მზეთუნახავი, მასაც აქვს რაღაცა თავისი მინუსები და არც რაინდი ამ შემთხვევაში არის შემდგარი რაინდი, არ არის ის შემდგარი, მაგრამ აი ეს რაინდული საწყისი მინდოდა რომ ჰქონოდა, რომ აი მართლა მას უნდა რომ რაღაც სწორად მოიქცეს, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ აქვს. იქიდან გამომდინარე რომ უხერხემლოა. რადგან დიპორტალში მიწექი ბედავს და მე მაყრალ. მაგას გონია მე თხვილ მართალის გარჩევა არ შემიძლია. შეახრალე უყურებელო. შეახრალე უკნა. ამშვიდდი მოვაკლაპები. ხო, არა, გავაკეთე. ბატონ ნებისმიერს გადაიყვანს. თხური და სრულიად ნორმალურსაც გადაიყვანს. თვითონ დრამატურგმა დაწერა ეს შავი იუმორით. და სულ მინდა ხოლმე რომ და მინდოდა მე ყოველ შემთხვევაში ხა არ ვიცი როგორ გამოჩნდა რომ აი ეს რაღაცნაირად აი ამ შავ იუმორით დაინახონ ეს ყველაფერი იცით მაყურებლებმა ბევრ მაყურებელს აქედან ძალიან ბევრი წასულა აი მართლა დაზაფრული რამდენიმე წავიდა ტირილით რომ მე ჩემი თავი მახსენდება რომ მე რა უბედური ვარ და რა სულ მინდა ხოლმე რომ აი სპექტაკლიდან როდესაც მიდის ისე კი არ შეხედოს რომ მე რა უბედური ვარ. აი გარედან შეხედოს ამ ყველაფერს, რომ სამყარო უფრო დიდია. სამყარო უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე აი ეს რაღაცა პრობლემები რა. ნუ აქ შავი კომედიის დეფინიცია იმაში მდგომარეობს, რომ მაინც და მაინც სიტუაციური კომედია არ ვიხილო სცენაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ რაღაც რასაც ვხედავ არის ძალიან მწარე. იმდენად მწარე არის რომ რაღაც მომენტში თუ პოსტფაქტუმ მაინც ამაზე გამეცინა ამ სიმწრით ოღონდ ესე იგი შავმა კომედიამ იმუშავა რთული მასალა არის მაგ თვალსაზრისით იქიდან გამომდინარე რომ აი პირიქით უტრირებაში უნდა მოხდეს და ყველანაირად ვეცადეთ სცენოგრაფიაშიც თამაშის ხერხშიც რომ ეს გამოსულიყო და მეტნაკლებად მე მგონი ამას მივახციეთ რა უცნაურია, იცით ეს პიესა სადაც ვითარდება, არის ულამაზესი მხარე. ულამაზესი, ისეთი მოწესრიგებული ბუნება, მწვანე, არაჩვეულებრივი და ეს დაზაფრული, დავზაფრეთ კიდევ უფრო ამ ყველაფერშია. ესეთი არის ესეც უკვე ესეც იუმორი მგონია, რომ ყველაფერი დავწვით, რომ ესეთი ხო ადამიანები ესე განვიცდით ყველაფერს და ესე შავად უყურებთ ყველაფერს და ესეთები ძალიან ძნელია ამ ბევრი რამის გადატანა გვიხდება ჩვენ თვითონ ადამიანებს რა ძალიან ბევრი რამის გადატანა გვიხდება და ძალიან ბეწვის ხიდზე გავდივართ საერთოდ ადამიანები იცი და სასოწარკვეთაში ვარდებით და ეს მინდა რომ აი არ ჩავარდეთ ამ სასოწარკვეთაში და რაღაცნაირად გავიტანოთ კიდე სამყარო არის უფრო ნათელი და უფრო კარგი. არაფრის დამარვა არ შეგიძლია, ყველაფერი მორიძალია ხო? მე წერილი წავიკითხე წერილი, წავიკითხე მორიძალილი. წერილი სად არის? დავი ხო? ძალიან კომპანია ძალიან ხორა. არაფერი რომ გადაგალოცნა, გალექსენი კარი არ არის. ეს არის მხოლოდ სპექტაკლი. ეს არის რაღაცა იდეა, რომელიც მოხდა ყველას. ეს არის რაღაცა ისეთი, რომელიც თურმე ბუდობს ჩვენს თლიან ქვეყანაში.
აქ არ არის მარტო პროვინციაზე საუბარი. არ მინახავს არავინ რომ აქედან გასულიყოს და ან არ მოეწეროს, ან შემხედროდეს და არ ეთქვას რომ ძალიან იმოქმედაა. ეს ძალიან იმოქმედა ნიშნავს რომ ეს ძალიან ღრმად არის ეს პრობლემა ჩვენთან. ესე იგი ჩვენ ვართ მაგ ქვაბში ვართ კიბორჩხალები და ისე რომ 4 წელი ვერ ხვდები. ისე მიათრევ ადამიანს დაბლა. ამ დროს განაგინ რო კითხო, არა მე ცუდი არა ვარ, იტყვი. მაგრამ ეს არის ქვეცნობიერი ესეთი რამეა, რომ ვერ არ შეგიძლია გაუშვა ის სამშვიდობოს, რომ შენ არ ხარ სამშვიდობოს. და აქ უნდა იყოს. მარტო გეშინია დარჩე. და ეთყობა ეს მარტო დარჩენის შიში თელ ქვეყანაში არის. ამ პიესას გამეხოლმე განმოქართულებულად ცდილობენ რომ რაღაცა ქართულ რეალობას ბოლომდე მოარგონ, მაგრამ მე სხვა არ მწავედი მაგ გზით, იმიტომ რომ ამით უფრო ჩავთვალე რომ მაყურებელს გაუჩნდებოდა არა მხოლოდ კათარზისის მომენტი, არამედ ფიქრის რომ ეს ჩვენთან კი არ ხდება რა სხვაგან არის ირლანდიაში არის და მას ასე ვთქვათ რაციონალური ფიქრის საშუალებას მისცემდა ამ პიესასთან დაკავშირებით და ბევრი მიზეზი იყო პირადი გამოცდილებები მათ შორის და ასევე რომ ფიქრობდი რატომ უნდა დაიდგას ეს აქ და ახლა ну ვიგრძენი საჭიროება რომ ამ ქვეყანაში აუცილებელი არის რომ ამ თემაზე ვისაუბროს საქართველოში არსებობს ვიღაც ვინც ამ კონკრეტული პრობლემის წინაშე დგას ну აქ რა თქმა უნდა ხა უტრირებულია და ყველას ესეთ მძაფრად არ უდგას მაგრამ ეს რაღაც ბაზისი არსებობს იცი რა არის ეგ არის ხო ეს დედაშვილის და დამოკიდებულება არის პირდაპირ ზუსტად მოცემ იმდენად ზუსტია რომ აი ხო გეუბნებით სულ მეგონა რომ ვიღაცეების აი ცხოვრებაში ვისაც შევხვედრი ვარ ან მე რაც გამომიცდია აი იმას თამაშობ რასაკვირველია თლათ ესე არ გამომიცდია მაგრამ აი ეს ურთიერთობები იცი ზუსტად აქვს დაჭერილი და ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის გაცოცხლება. აი ამ ტექსტის გაცოცხლება არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს პარტნიორებს მინდა უთხრა და ჩემს რეჟისორს რომ აი ესე ცოტა ჟარგონით ვიტყვი გვაკაიფებს აი ამ ყველაფრით რა. მადლობა მინდა უთხრა დავით რომ შემომთავაზა ეს როლი. იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ თურმე ძალიან ბევრი ადამიანის ტკივილი გადმოვიტანეთ სცენაზე და თუ აქ ვინმე დაიცლება ან ამისგან რაღაც ნაბიჯის გადადგმისთვის ეს ყველაფერი დაეხმარება, რა თქმა უნდა გაგვიხარდება, იმიტომ რომ ხო, ესეც არის ეს ჩვენი საქმე, მე მგონი მეტი არც არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად მისცე ძალა მაყურებელს, მადლობა ჩემ პარტნიორებს, ყველას, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, შედგა სპექტაკლი. ატოს უნდა მიწერო. კიდე რომ რამე გადავცე შენ. სილამაზის დედოფალი გემშვიდობენ. ინეინის სილამაზის დედოფალი გემშვიდობება. კაიდიოტული წერილი. დამსდარხა. დედა შენით და ბრძანებებს იძლევა. კარი მაგრად დახურა